წინააღმდეგ თამაშობს ილია ნიკაჭაძე, ჩვენი მუდმივი ტელემაყურებელი, რომელიც ახლა სტუდიაშია. აი ბატონი ნიკაჭაძე. ყურადღება. ეს სიმბოლურია, სხვათა შორის, რომ გადამწყვეტ მე-11 რაუნდში მოაზროვნების წინააღმდეგ თამაშობს ტელემაყურებელი, რომელიც სტუდიაში იმყოფება. ბატონო ილია. აბსოლუტური სიჩუმე და არ იყოს თვალის ჩაკვრა და თავის დაქნევა. იმიტომ რომ გაითვალისწინეთ, რომ თუ ვერ გამოიცნეს, ისინი მიიღებენ 1000 ლარს და თქვენც ალბათ ამდენივეს გია ბარკალაიასკენ, ასე რომ ყველა კმაყოფილი იქნება. ყურადღება. ალბათონა ნათია. გაბატონათი. 1902 წლის თებერვალში ნიუ-იორკში გაიმართა გერმანიის კაიზერ ვილჰელმის კუთვნილი იახტის მეტეორ მესამის ზღვაში ჩაშვების ცერემონია. ცერემონიას დაესწრნენ პრეზიდენტი რუზველტი, გერმანიის პრინცი ჰენრიხი, სხვა ოფიციალური პირები. მათ გარდა ღონისძიებას დიდი რაოდენობით ხალხმა მოიყარა თავი. ცერემონიის მსვლელობის ერთ მომენტში უეცრად ერთ-ერთმა დაამსწრე ადამიანმა შესძახა. გაუმარჯოს პრეზიდენტ რუზველტს. გაბატონათია. ინგლისურად ეს მოგესალმებით ჟღერს როგორც long live to president Roosevelt. ყურადღება შეკითხვა. მითხარით იმ ადამიანის პროფესია, რომელმაც შესძახა ეს სიტყვები. დრო. ფოტოგრაფი ხო არა, long live. რამე აბრევიატურით LLTP არ გამოდის, მაგრამ გამოდის LLTP არ არაფერი ხო არა, დიდხან სიცოცხლე. დიდხან პროფესია დიდხან სიცოცხლე შეიძლება. რამ გამოიწვია? დაიძახა. არის უბრალოდ გამოიწვია, მე ამა ყველამ დაიწყო ვაუ. მეტეორ მესამე იახტი. მომის ის კურდი იყო, ყველა მაწია ხელს და დაუკრა თაში და პროფესია. შეიძლება. არა პროფესია არა. უფრო მგონია რომ ფოტოგრაფი იყოს, იმიტომ რომ მის მერე შემოვიდა, ხო? აი წითელ ხალიჩაზე როცა მიდიან და უზახიან მის. კარგი, ამდენი ამბავი რა მოიხედა. რატომ მოყვა ხო ეს მე რაში ვჭირდება იახტა მეტეორ მესამე. პროფესიები რა შეიძლება რომ დაეძახა. გემის კაპიტანი მომენტი. დიდი დავილა არის ეს. ინგლისურად არ უთქვამს. long live. კარგი ქართულად შეიძლება არ ჯდება კონტექსტი და ინგლისურად. LLTP ხო არ გამოდის თუ LLTP რა გამოდის? არაფერი არა ეს LL. კი, მასე გამოდის long live to president Roosevelt LLTP მაგრამ ინგლისურად თქმას აქვს, მე მგონი long live to მარი president ამაში. დრო შეწყდა კამათი აბსოლუტური სიჩუმე დარბაზში ბატონო კახა. დიახ ბატონო. თქვენზე ახლა ყველაფერი დამოკიდებული ბატონო კახა. ჯერჯერობით თქვენზე და სანამ თქვენ მეტყვით ვინ უპასუხებს. პასუხებს გიორგი ჭეიშვილი. გიორგი ჭეიშვილი, ბატონო გიორგი. დიახ ბატონო ზოგადად. ერთ-ერთმა დაამსწრე ადამიანმა შეძახა გაუმარჯოს პრეზიდენტ რუზველტს. ინგლისურად ეს ფრაზა ჟღერს როგორც long live to president Roosevelt. ჩამომიყალიბეთ ლოგიკურად. დიახ. შევეცდები. ამ ადამიანის პროფესია. დიახ. ჩემი საზრით, ჩვენი საზრით, გუნდის საზრით ეს უნდა იყოს ექიმი, რადგან მე ვფიქრობ, რომ თქვენ შემთხვევით არ გითქვამთ ეს ფრაზა ინგლისურად, რადგან long live ხანგრძლივ სიცოცხლეს ნიშნავს, გრძელ სიცოცხლეს და მგონი, ლოგიკას მოკლებული არ უნდა იყოს, თუ ეს ადამიანი იქნება ექიმი. ანუ ექიმმა უსურვა პრეზიდენტ რუზველტს ხანგრძლივ სიცოცხლე. დიახ. და ეს არის მთელი ლოგიკა და ტელემაყურებელ ნიკაჭაძის შეკითხვა ამაზე აგებული. მიღებულია თქვენი პასუხი. ბატონო ილია, ხო, მივიღოთ პასუხი ექიმი. მივიღოთ. ყურადღება, სწორი პასუხი. ბატონო გიორგი ჭეიშვილი. დიახ. თქვენ კაპიტანმა რატო გადმოგცეთ პასუხისმგებლობა? ბატონო კახა, თქვენ რატო გადაეთ პასუხისმგებლობა? რა პასუხს ელოდით თქვენ ჭეიშვილისგან, მითხარით? სიმართლე გითხრათ ფოტოგრაფს. მისივე ვერსიას, ხო? მისივე ვერსია, რომელსაც 1 წუთის განმავლობაში ჭეიშვილი იცავდა. საქმე იმაშია, რომ ცერემონიაზე მყოფი ოფიციალური პირები ზურგს უკან იყო ყველა მოქცეული. ოფიციალური პირები იყურებოდნენ ზღვისკენ. იმისაც რომ ხარისხიანი სურათები გამოსულიყო. ერთ-ერთმა ფოტოგრაფმა დაიყვირა გაუმარჯოს პრეზიდენტ რუზველტ. პრეზიდენტი შემობრუნდა და მასთან ერთად ყველა ოფიციალური პირები ასე გაკეთდა კარგი ხარისხიანი ფოტოები. ამ ადამიანის პროფესია იყო ფოტოგრაფი. ეს იყო თქვენი ვერსია. გიორგი ჭეიშვილის. მოაზროვნების დამარცხება ფინალში, როდესაც სწორი ვერსია ფაქტიურად ზედაპირზე იყო.
ბატონი გია ბარგადა გვეთქვის რამდენი მოიგო ტელემაყურებელმა ილია ნიკაჭაძე. როგორ ჯანი ბატონო წამყვანო ბატონ მირიანს 1000 ლარი გადაწყვეტა. 1000 ლარი ილია ნიკაჭაძე შეკითხვაზე ფოტოგრაფიის შესახებ. აი დღეს გამარჯვებული ტელემაყურებლები. თეა ზარნაძე თბილისიდან. შეკითხვა ხორხე ლუის ბორხესზე და ბრაილის შრიფტზე. ზაალ უდმაშვილი, სტუმარი ჩვენი სტუდიის შეკითხვა დანიელი მეტყევების ნივთიერებაზე. დიდი მადლობა ბატონო ზაალ. ლევან ილდანი თბილისიდან. ბლიცი. მესამე სადღეგრძელო ნეფე პატარგლისა. ბექა ზარანდია თბილისიდან სუპერ ბლიცი შეკითხვა ირმების შესახებ რომელიც ზამთარში ჭამენ მარილს. კოტე მანჯგალაძე თბილისიდან შეკითხვა პოლინეზიურ ჰულა ჰუპზე და პოლინეზიურ ცეკვაზე. და მეექვსე გადამწყვეტი ქულა ტელემაყურებლებს მოუტანა ილია ნიკაჭაძემ. გონება მახვილ ფოტოგრაფზე ამერიკის შეერთებული შტატებით.